დიანიუსისთვის გორში მომხდარ შემზარო ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. გოგონა, რომლის გადარჩენასაც ექიმები ამ დრომდე ცდილობენ, ირკვევა, რომ თავს ხალათის ქამრით ირჩობდა. შემზარავის სურათი გოგონას დედას ოთახში მას შემდეგ დახვდა, რაც შვილს სავახშმოდ დაუძახა. მომხდარიდან მალევე სუიციდი სცადა გოგონას თანაკლასელმა ბიჭმაც. 16 წლის მოზარდმა ვენები გადაიჭრა. უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს, საქმეს პოლიცია იძიებს. 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა საკუთარ სახლში სცადა, ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გოგონა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა მის თანაკლასელ ბიჭს, რომელმაც ვენები მას შემდეგ გადაიჭრა, რაც გოგონას მდგომარეობაზე ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიიღო. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამ მომენტისთვის უკვე დაახლოებით 16 საათია გასული მისი კლინიკაში ყოფნიდან და აქამდე ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ, რომ მეტწილად პროგნოზი არაკეთილ საიმედოა პაციენტის შემთხვევაში. მეორე პაციენტი იყო ბიჭი 16 წლის, შემოსულია თვითდინებით კლინიკაში, ეს 22 საათსა და 45 წუთზე. მას აღენიშნებოდა წინამხრის ზედაპირებზე მსუბუქი ხარისხის ჭრილობები და ზიანება. ამ მამაკაცს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, აღმოჩენილ შესაბამისი დახმარება და ამ ეტაპისთვის უკვე გაწერილია მინაზე. 16 წლის მოზარდები გორში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობენ. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისთვის მომხდარის შესახებ ინფორმაცია წუხელ გვიან ღამით გახდა ცნობილი. დირექტორი მე-11 კლასის მოსწავლეებს დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ ისინი ერთმანეთს ემეგობრებოდნენ და დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდათ. ეს ბავშვები არიან ორივე ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ჩემთვის ეს ფაქტი გახდა წუხელვე ცნობილი, სადღაც 12 სრულდებოდა, რომ დამრიგებელი დამიკავშირდა და მაცნუა სიტუაციის შესახებ. ძალიან კარგი მოსწავლეები არიან ორივე და ვიცი, რომ ნამდვილად კარგი მეგობრები არიან. სხვა რაღაცა ისეთი გამოხატული დამოკიდებულებები ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ. 16 წლის გოგონას მეზობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. ისინი ამბობენ, რომ მოზარდი საკუთარ ოთახში უგონო მდგომარეობაში დედამ ნახა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. და დედა ნახა, რომ ისა ეგრეთ მდგომარეობაში იყო ჩამოკიდებული იყო ხალათის ქამრით. ყავდა ისე შეყარებული. არ დამინახავს და არასოდეს ეგ ბავშვი ურბანში წადინახავს, სულ მეცადინეობა მასწავლებელი სახელის, აი ნამდვილად აი ვერაფერს ვუყურებ. მოზარდების სუიციდამდე მიყვანას მიღებულ სტრესს უკავშირებენ ფსიქოლოგები. მარიამ გოჩიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად იმპულსური ქცევით ხასიათდება. ფსიქოლოგი სუიციდის მცდელობის თავიდან ასაცილებლად მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. მისი განცხადებით, ბავშვების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა და მათ პრობლემებზე საუბარი აუცილებელია. უფრო მეტად უნდა ვიყოთ გულისხმიერები ბავშვების მიმართ, ის მივცეთ ბავშვი მის საშუალება, რომ ისაუბროს თავის პრობლემებზე, მშობელი ან ახლობელი თუ შეამჩნევს რაიმე საეჭვო ქცევას ან ბავშვის ქცევაში რაიმე განსხვავებულ მოქმედებას, ეს რაღაცნაირად უფრო მეტად სიგნალი უნდა იყოს, რომ ჩვენ უფრო მეტი ურთიერთობა, უფრო მეტი ემოციური კავშირი ბავშვთან ვიქონიოთ, რათა მივცეთ საშუალება, რომ ისაუბროს ბავშვმა თავის აი ამ რაღაცა სიტუაციებზე. მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ძალოვანმა უწყებამ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ისჯება მხოლოდ თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მუქარით ან ძალადობის მუქარით ან ძალადობით, რომელიც ასე ვთქვათ, მსხვერპლს უქმნის იმის საფრთხეს, რომ სხვა გზა რომ უქმნის იმის საფრთხეს, რომ მოხდეს მის მიერ მისივე სიცოცხლის ხელყოფა. სისხლის სამართლებრივ და ამისთვის გათვალისწინებულია სასჯელი 2-დან 4 წლამდე ვადით. თუ კი ასე ვთქვათ, და ეს დანაშაული სუბიექტი არის პირი, რომელმაც მიაღწია 14 წელს,
14 წელს მიღწეული პირის თუ კი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა სხვა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, ამ შემთხვევაში იწყება სისხლისამართლებრივი დევნა და სათანადო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ხდება ასეთი ადამიანის ბრალდებულად ცნობა. რა გახდა თანაკლასელების სუიციდის მცდელობის მიზეზი, ამას გამოძიებას სწავლობს. სამართალდამცველებმა ორივე არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი ამოიღეს.